და მოგესალმებით მეგობრებო, ყველაფერი ვარ ხო და დღეს მეგობრებო დაგიბრუნდით ისევ ამ ჩელენჯებით. ეს აღარაა ახლა ძვირიანი და ეს ამ წუთას ეს ვიდეო მეგობრებო ძვირიანი ოსა იაფიანი ჩელენჯებით არ არის. ახლა რასაც ვიღებთ. იმიტომ რომ დღეს ჩვენ ყავს 140 Mercedes-ი და ნახოთ აბა კიდევ რა ყავს და ამას ვინ უნდა შევაჯიბროთ. რა მანქანა უნდა შევაჯიბროთ და ეს არის BMW E34. ეს ნიშნავს რომ ლეგენდების ისა შეჯიბრება და ეს მანქანები ერთმანეთს უნდა ეს მანქანები ერთმანეთს უნდა შევაჯიბრო მეგობრებო. ეხლა E34-ს განახებთ, არის 612 ცხენზე. აქ მარტო არის აქ არაფერი არ უყენია საერთოდ, ყველაფერი გამოვუხდე. 6-დან 0-იანი ძრავი, 200,000-იანი და ყველაფერი კარგად აქვს მოკლედ. რაც შეეხება 140 აქ არის NB070, რაც გავამდა გიორგი თევზაძის მანქანა. აქაც 612 ცხენზეა. ხო ერთადერთი ამას დავაბრუნებ, იმიტომ რომ ამას ამასაც არ დავაბრუნებ, ანუ და მოკლედ ეს მანქანები უნდა შევაჯიბრო ჩვეულებრივად მაქსიმალური სიჩქარე, რომელიც უფრო კარგი იქნება და ასეთი რაღაცები რა. 612 ცხენზეა ორივე. კარგი, წავედით ჯერ Mercedes-ით 140-ით დაგიბრუნდებით ავტობანზე. დაგიბრუნდით. მოიცა კაცო, აქეთ არა ავტობანი. წავიდეთ იქით. ხაბარ რომელი გაიმარჯვებს, მე ორივე მიყვარს, იმიტომ რომ ორივე ლეგენდა საერთოდ Mercedes-ები არ მიყვარს მე, მაგრამ აი ეს Mercedes-ზე როგორ უნდა თქვა, არ მიყვარს პროსტა. ორივე მაგრებია და ორივე ლეგენდები. წავედით ახლა ავტობანზე. უბრალოდ ახლა მოვედით ავტობანზე და წავედით ახლა გავაწურინოთ რამდენი შეუძლია ჩვენს Mercedes. რამდენით წავა მაქსიმალური სიჩქარე და რამდენი აქვს მაქსიმალური სიჩქარე და რამდენი შეუძლია. და მე E34 რამდენით წავა. საკმაოდ დასამორჩილებელია. ანუ გემორჩილება რა მანქანა. ხო, კაი. აქ ხა სამთვლაზე დავიძრებით. მეგობრებო, 1 2 3 წავიდა. ოპა, ცოტა აღება უჭერს, მაგრამ მეორეში უკვე კარგად მიდის. მინდა ვთქვა 200 ჯერ არ გავწევრია. გაწურა 200 ბენზინი გველევა, მაგრამ ეხა მოვასწრებთ იმედი მაქვს და არ ჩაგვეშლება არაფერი. ჩემი აზრით მოვასწრებ ეხა ასე მალე არ გამომელება ეს ბენზინი კაცო. საინტერესოა რამდენი წავა. 290 310
315 benzin გამოელია ხო benzin გამოელია ეს უსამართლობად რო არ ჩაგვეთვალოს ეხა აქედან დავიწყებთ მოიცა სადაც ვასკდებით ხოლმე იქიდან დავიწყოთ სადაც ავარია სადაც ვასრულებთ რა სადაც ვაჩერებთ მანქანას იქიდან დავიწყოთ მეგობრებო აი იქიდან პავაროდიდან ხო და თავიდან დავიწყოთ და ვნახოთ რამდენს გაკაჩავს ჩვენი მანქანა იმიტომ რომ ეს უსამართლობა გამოვა ეხა 310 გაწურა და მეტი შეეძლო ჩემი აზრით და ძალიან უსამართლობა გამოვა ამიტომაც бенზინი გამოგვალია და მაგიტომ გამოვა უსამართლობა და გაჩერდა მანქანა კარგით წავედით 1 2 და 3 ნახოთ ეხა რამდენს გაკაჩავს бенზინი ბოლომდე ავსებული და ნახოთ მიდი აი გადმოვიდეთ აქეთ ხარას იმას რო არ შევასწრეთ და წავედით მიდი 300 გაწურა 311 312 313 317 320 იყო 320 გაწურა აი ამ მანქანამ კარგით ნახოთ ეხა 34 და დაგიბრუნდით 34-ით ეხა ვივდივართ ავტობანზე და ეს რომელი 34-ია იცით მეგობრებო თუ უყურეთ წინა ვიდეოს სხვათა შორის ვინც უყურა ბევრს მოეწონა ამასაც бенზინი ელევა бенზინი ელევა ხო ეს რომელი 34-ია იცით წინა ვიდეოს ვინც უყურეთ გეცოდინებათ მაიბახს რო შეიჯიბრა და მაიბახს მოუგო აი ის 34-ია და ეხაც მახსოვს თუ არ წტევის 340 წავიდა და ეხა რავი კარგად არ ვიცი რა მეგობრებო არ ვიცესიერად რა ხო და ეხა бенზინი გველევა და დაგიბრუნდებით бенზინი ჩავასხამ და შევბერავთ და დაგიბრუნდით მეგობრებო бенზინი ჩავასხით ეხა დავდგებით აქ ნახევარი ბაკი გვაქვს бенზინი ჩავასხი ეხა დავდგებით აქ ხო და სანდათვლაზე წავალთ და ვნახოთ 320 მეტრს თუ განავითარებს ჩვენი 34 1 2 3 წავედით აღება უჭერს მაგრამ როგორც გახსოვთ ეს 34 ამ 34-ს აღება უჭერს მაგრამ ძალიან მაგრად ადის მერე აი მეგობრებო როგორც თქვი 230-ია 240 260 მერე დამორჩილება არის რთული ამ 34-ის არ მითხრა ხა 300 მიდი რა 320 325 330 340-ზე გაჭედა 342 დადო მეგობრებო 342 გაიმარჯვა 34-მა ერთი დრიფტი შეუბეროთ
ოპა. დაგიბრუნდებით Mercedes-ით. 1-0-ია მეგობრებო ანგარიში იმარჯვებს 24 ამ challenge-ში. და მოვედით ასე შევსრიალდით პირდაპირ შემდეგ challenge-თან და ზუსტად ეხა გეტყვით ამ challenge-ში ახლა რა ხდება. ასე კარგად ჩავაპერკინგოთ. არა ასე არ გვინდა ცოტა მივწიოთ. ასე გავაკეთოთ და challenge ამ challenge-ის თავარი მიზანია რომ ახვდეთ იქ მაღლა და აქედან დავუშვეთ ახვდეთ მაღლა და რომელიც გაიმარჯვებს მივატებენ თიკულა. ანუ რომელიც უფრო შორს დახტება. გაიმარჯვებს ის. კარგით 1 2 3 დავეშვით. Mercedes-ი უკვე კარგად მიდის 100. კარგად ეხა იმას რომ ხედავ. სიჩქარებს. ანუ სიჩქარით მიდის. ოპა 164-ით არა მგონია ძალიან ოპა. რაგინდა კარგად დახტა. მოიცადე ნახოთ აბასად დახტა იქნებ დაკვალები იყოს. ეხა მოიცადე ჩემი აზრით კი არა როგორც დავინახე ზუსტად დახტა აი წინა ბორბლები უკვე ზებრაზე ქონდა. აი აქ დახტა ზუსტად Mercedes-ი. ნახოთ აბასად დახტება 24 დაგიბრუნდებით 24-ით. დაგიბრუნდით და ეს 24 ისეთი გიჟია. ეხლა იქ ჩავარდი კიდე ეს წვლის ამოვედი. თავისით ამოვიდა ტრასაზედაც არ დამიჯერია ხელი. კარგით აბა ეხლა დავეშვებით აქედან და ვნახოთ მოიცაგაც. ყვევით. ისედაც სა. 1 2 და 3 დავაი. მიდი. უნდა მოიგო. არა ორივესკენ ვარ მე. და 192-ით აფრინდა და რა თქმა უნდა ეხა ცხვირით. ოპა რა მაგარი დრი. ოპა ხوان მიღადა. ნახ ოპა მიღადავები რეს შვება. ამასო კაი 24 დახტა სადღაც აი ცხვირით და ეცა სადღაც აქ რა. მოკლედ ყველამ დაინახეთ რომ Mercedes-ი დახტა ზუსტად ზებრაზე 24 კი ზებრის წინ ანუ გაიმარჯვა 24-მა 2-0 ანგარიში 24 სასარგებლოდ. კარგეთ ახლა შემდეგი challenge-დან დაგიბრუნდებით. და დაგიბრუნდით მეგობრებო შემდეგი challenge-ით. ეს challenge-ია კაპოტი ეღვა თუ არა მანქანას და ბაგაჟნიკი. გადმევიდეთ. ოპა ამას არ ეღება არც აბარგული არც არაფერი. კარგით დაგიბრუნდებით 24 თუ 24-საც არ ეღება მაშინ არავის არ მოემატება ქულა არც ერთ მანქანას. დაგიბრუნდით 24-ით ნახოთ ამას თუ ეღება კაპოტი და საბარგული და არა არ ეღება როგორც ხედავთ არ ეღება. კარგი დაგიბრუნდებით შემდეგი challenge-დან. ამ challenge-ში არავინ არ გაიმარჯვა. და კარგეთ მეგობრებო დაგიბრუნდით Mercedes-ით და ეს challenge-ია სალონი მანქანას უჩანს თუ არა. ნახოთ აბა Mercedes თუ უჩანს სალონი.
ვა კი მეგობრებო Mercedes უჩანს სალონი და ძალიან კარგი სალონი აქვს სხვათა შორის მაგრამ აქ როგორც თქვი წინა ვიდეოში გემოვნებით აღარ ვაფასებ სალონებს ეხლა თუ უჩანს E34-საც გახდება 3-2 ანგარიში 2-0 ხო არ E34-საც მოემატება ერთი ქულა და იმასაც Mercedes 260 აქვს სიჩქარე ხო კარგით დაგებრუნდებით E34-ით დაგებრუნდით მეგობრებო E34-ით და ნახოთ აბა E34 თუ უჩანს სალონი და უჩანს სალონი და ეს იმას ნიშნავს რომ ორივეს მოემატა თითო ქულა ანუ 3-2 ანგარიში იმარჯვებს ბევრი და ბოლო ჩელენჯი გადარჩა მეგობრებო და დაგებრუნდებით ბოლო ჩელენჯით ეს არის ხმის მოსმენა და დაგიბრუნდით მეგობრებო Mercedes-ით ის 612 აღარ აქვს იმიტომ აღარ აქვს რომ 612 რო ყოფილიყო ორივეს ერთნაირი ხმა იქნებოდა და ჩამოუგელი მოკლედ ცხენები რა დავაბრუნე თავის ცხენზე ხო და ეხლა ვნახოთ Mercedes-ის ხმა ცოტა აუწიოთ ხმას მე ძალიან სამომწონს რა მე პირადად არ მომწონს რა ხო და ახლა ვნახოთ E34-ს რანაირი ხმა იქნება და დაგებრუნდით E34-ით ვნახოთ აბა ამას როგორი ხმა იქნება და ვნახოთ აბა აუწიოთ ცოტა ხმას არა ძალიან ეხლა თქვენ რომელი ირჩევნიათ ახლა E34-ის ხმა მეგობრებო არ ჯობია ნახეთ უყურეთ Mercedes-ის ხმა ჩემი აზრით E34-ის ხმა ჯობია რა კარგით გაიმარჯვა E34-მა 4-1 მეგობრებო ანგარიში 4-1 E34-მა ისე მოუგო ჯერ ხო მაიპახს მოუგო ეხა 140-საც მოუგო კარგით მეგობრებო მე ამით დაგემშვიდობებით თუ მოგეწონათ ვიდეო აუცილებლად დაალაიქეთ გამოიწერეთ არხი დაწერეთ კომენტარებში რომელი ჯობდა საერთოდ მანქანები და კიდევ დაწერეთ კომენტარებში რომელი მანქანები შევაჯიბოთ მანაც მაგრამ თუ ეს ვიდეო არა 10 ლაიქს მაშინ ამის მომდენო ვიდეოს აღარ გადავიღებ. Ela bem, se ela sou